მ, ნუ დღეს განვიხილავთ ზოგადად იმაზე ვილაპარაკებ conditioning-ი როგორ ხდება, იმიტომ რომ diffusion მოდელები წინაზე რაც ახსენეთ რეალურად იყო, რომ აა რაღაცა noisy ანუ forward ორი ფასი იყო ხო რაც აქ არის კარგად ნაჩვენები. ერთი იყო რაც forward ფასი, სადაც რეალურად noise-ის ვამატებდით, დავამატებდით რეალურ სურათს და საბოლოოდ ვიღებდით რაც ანუ გაუსიანს თუ დავამატებდით, საბოლოოდ ეგ გვაძლევს თვითონ გაუსიანის დისტრიბუციიდან რაღაცა samples. და მეორეს მხრივ მე რო ქონდა backward pass-ი, რაც ნელა denoising-ს უკეთებდა ამ ჩვენ noise-ის. და ნუ საბოლოო ტრენინგი იყო, რომ რაც უბრალოდ noise-ის დააგენერებ, denoising-ს ეცლები და ეცლები რომ მიიყვანო რაღაცა data point-ამდე. და ნუ მე მანდ იყო რაც იდეაში ორი მეთოდი, ერთი იყო რომ სტოქასტური დიფერენციალური განტოლებით შეგვეძლო წავსულიყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნუ ბევრი სტეპი გვჭირდება, რომ დავაგენეროთ ეს ხო ბევრი სტეპი გვჭირდება 1000 სტეპი მაგალითად თვითონ denoising-ის გასაკეთებლად და თან არის არადეტერმინისტული. ახლა როცა გვინდა რომ რაც ავაჩქაროთ, მაგისთვის ვიყენებდით DDIM-ი რაცა, ნუ ის DDPM იყო, ეს DDIM-ი. და მაგ შემთხვევაში ჩვენ ამ კლაკნელ ხაზს, ანუ სტოქასტურ დიფერენციალურ განტოლებას ორდინარი დიფერენციალურ განტოლებად გარდაქმნით და იდეაში გვეჩნდებოდა რაც flow matching მოდელი, რომელიც არის score based მოდელი, ანუ ნუ diffusion მოდელია რა. ხო, ნუ ეხა არის ეგეთი თემა, რომ კაი conditioning-ი როგორ გავაკეთოთ. ერთი მარტივი გზა conditioning-ის, რაც ანუ აბსოლუტურად ყველა მოდელს შეგიძლია გააკეთო ხოლმე, არის რომ უბრალოდ რაღაცა Y-ი დავამატო საწყის ლეიერებში, მაგალითად რა. ან საწყისში, ან საბოლოოში ხო რაღაცა ეგეთი რა. ამ შემთხვევაში აქ რას ვხედავთ არის რომ უბრალოდ რაც ესა გენერაციის პროცესი, სადაც რაც X ტეურ სტეპზე არის და noise უნდა დააფრედიქტოს რა აქ ამ ტეურ სტეპზე დამატებული. და თავში უბრალოდ საწყის ლეიერში unit-ის უმატებს Y labels. ეგ label შეიძლება იყოს class label, ან შეიძლება იყოს text-ის embedding-ი მაგალითად. და მიზანი რა არის? მიზანი არის რომ უბრალოდ ამით აკონდიშენებ რა. ან დავუმატებ ან კონკატენაციას რაღაცა საწყის ლეიერში და ეგ ინფორმაცია აქვს უკვე მოდელს. და მაგის მიხედვით ცდილობს ისწავლოს. საერთოდ ყველაზე basic გზა, ასე რომ ვთქვათ, და მუშაობს რავი, იდეაში ყველა სტილის მოდელში მუშაობს რა. და აი ცვალებ conditioning-ი probability-ით რაც ახალმე, ეგ შეგიძლიათ რაც ამ სტილით დაიმპლემენტიროთ მაგალითად რა. ხა გადავიდეთ კონტროლირებად გენერაციული პროცესი როგორ ხდება. და იდეაში ეს არის კლასიფიკატორით მართული გენერაცია. ჩვენი paper-ი დღევანდელი არის მაგის გარეშე როგორ შეიძლება გავაკეთოთ. ჯერ ეს ვნახოთ რა, ვაფშე მაგით როგორ გეთდება რა. ნუ წარმოვიდგინოთ რაც გვაქვს მოდელი, რომელიც given some image X იყოს სურათი, გიბრუნებს რა არის label-ი. მაგალითად რაც ImageNet-ზე დატრენინგებული ან რაღაც ეგეთი კლასიფიკატორი გვაქვს. გვაქვს იდეაში diffusion მოდელი, რომელიც შეგვიძლია ვქონდეს რაც დატრენინგებული ორი სტილით, ხო? ერთი არის რომ
რაც უბრალოდ დავატრენინგოთ და PX-ები დავაგენერიროთ, ან მეორე არის რომ ეს conditioning-ი გავაკეთოთ რა. ნუ რა ამ მომენტში რაც ორივე გქონდეს რა გონებაში. ერთ შეგვიძლია გქონდეს და მეორეც. რეალურად ახლა bias-ის როლით რო გავშალოთ PX პირობაში Y რა არის. მივიღებთ ამ ფორმულას რა, PX-ი გამრავლებული PY X-ზე შეფერთებული PY-თან. აქედან რა ვიცით რა? ანუ პირველ რიგში ჩავთვალოთ რომ PX, ანუ რაც conditioning-ით არ ვატრენინგებთ რა მოდელს, იმიტომ რომ conditioning-ით ტრენინგს ბევრი დალეიბლებული data დასჭირდება, რაც და მაგის გამო ჩავთვალოთ რომ რაც არ ვატრენინგებთ ეგრე რა. და ჩვალო რაც PX-ი გვაქვს სიტყვაზე. ამ PX-ი რო გვაქვს ხა, PXY თუ გვინდა გავიგოთ, მაგისთვის აქ გვჭირდება PX-ი ვიცოდეთ, რაც ვიცით. PYX-ი ვიცოდეთ, რაც უბრალოდ კლასიფიკატორი არის და გვაქვს მაგასაც უბრალოდ რაც pre-trained მოდელი გვაქვს სიტყვაზე რამე. და PY არის პრობლემა, იმიტომ რომ PY არის რეალურად მარგინალი PYX-ის, ხა? ანუ როგორ ითვლება, რომ PYX თუ გაქვს, მაშინ ინტეგრალი უნდა დათვალო PYX-ის dx-ის მიხედვით, ანუ ყველა ფოტო უნდა იცოდე, ასე რომ ვთქვათ რა, და ყველა ფოტო არის ეს გუნებაში რა. მაგიტომ ამის ესე დათვლა შეუძლებელი არის. ანუ ეს პირველი ორი გვაქვს, მესამე არ გვაქვს. მაგრამ ყველაფერი მარტივდება, როცა score function-ებზე გადავდივართ რა. ანუ ეს პირდაპირ რომ მივუდგე ალბათობას არ გამოდის, მაგრამ ჩვენ რადგან იდეაში იქაც score functions ვითვლით, შეგვიძლია რაც PYX-ისთვისაც, ანუ კლასიფიკატორი მოდელისთვისაც დავთვალოთ score function-ი რა იქნება და მაგით მივუდგეთ საქმეს. და რა ხდება ხა აქ? ეს ბოლო წევრი, რაც ქონდა PY, გავათილდება, იმიტომ რომ იდეაში X-ზე დამოკიდებული არ არის და X-ის მიმართ რო გავაწარმოებთ 0 იქნება რა. და საბოლოოდ მივიღებთ რაც პირველი წევრი არის condition-ის გარეშე რო დააგენერირო, ან რეალურად ჩვეულებრივად diffusion მოდელი ალბათობა და მეორე არის გაჭედა. მეორე არის კლასიფიკატორის გრადიენტი რო ნახო X-ის მიმართ. აღარ ჩადის. forward მოდელი უბრალოდ რა. და ამას Y-ის მიმართ დავუთვლით. იდეაში ეს არის, რაც კლასიფიკატორი როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ და თან ანუ იმას არ ვშვებით რა, რაც fine tuning-ი არ სჭირდება თვითონ მოდელს მე diffusion მოდელს და ეგრე ვაკეთებთ რეალურად conditioning-ს. რაც ლოგიკურად მაგარია რა. მაგრამ პრაქტიკაში აქვს ხარვეზები. ხარვეზები არის, რომ რეალურად გენერაციის პროცესი ხო ისეთია, რომ noise-დან denoising-ს აკეთებ და კლასიფიკატორი თუ უბრალოდ სუფთა იმიჯებზე არის დატრენინგებული, გაუჭირდება ძალიან noisy იმიჯებზე რაღაცა მიმართულება სწორად მისცეს რა. და მაგიტომ ხშირად ჭირდება, რომ თვითონ კლასიფიკატორი გაწვრთნა რა და ესე pre-trained რაც თავზე დადებული კლასიფიკატორ მოდელი არ გამოიყენო. აქამდე ოკეი არის, გასაგებია ყველაფერი. კი. ოკეი. კაი. ანუ აქ რაც მაგალითებია, იდეაში ხა როცა ამაზე ვლაპარაკობთ რა, conditioning-ზე შეგვიძლია სურათზე დავაკონდიშენოთ, ტექსტზე დავაკონდიშენოთ, რაზეც გაგვიხარდება რა. ახლა გადავიდეთ კლასიფიკატორის გარეშე როგორ გავაკეთეთ. ნუ რატო გვინდა რა კლასიფიკატორის გარეშე გაკეთება? იმიტომ გვინდა რომ ჯერს ერთი ეს ცალკე მოდელის ტრენინგი არ არის კარგი, რაც მოსაწონია ასე რომ ვთქვათ.
თან რაც ტექსტზე ცოტა ბუნდოვანი არის, როგორ უნდა გააკეთო ექო, ანუ რაც რო გინდოდეს ხა ძაღლის ან კატის ან რაღაც ეგეთის ოკეი არის, მაგრამ მე ცოტა ესეთი ჩდება რა. ბუნდოვანი კლასიფიკატორით როგორ უნდა იქნება. ან არის ეს მომენტი. არა ხო. და ნუ ყველაზე მთავარი პრობლემა არის, რომ რაც მაგას ცალკე ტრენინგი ყოველთვის ჭირდება რა. ანუ ესე თავად შემოდებულ მოდელს ვერ გამოიყენებ შესაბამისად. რაც გიწევს რომ noisy data-ზე დაატრენინგო რა. კარგი, ახლა ხო, მაგიტო იფიქრეს რომ მოდი რაც კლასიფიკატორის გარეშე გავაკეთოთ ეს მიმართულების მიცემა რა გენერაციისთვის. რეალურად ანუ ეს ორი ტერმინი არსებობს ხოლმე რაც low temperature ეგ LLM-დან ყველას გეცნობათ ალბათ რომ ის diversity რა შეამცირო და უფრო მეტად ერთი რაც მიმართულებით რო აგენერებდეს ტექსტი მაგისთვის ახალმე და truncated არის თვითონ განების აი big ganis paper-დან არის ეგ რა გაუსიანის truncation-ს აკეთებენ და მაგით მართავენ diversity-ს რა რამდენად diverse იყოს ან არ იყოს და ნუ ზოგადად ახლა რატო გინდა რომ რაღაცა ეგ მართო რომ თუ diverse არის ძალიან და ან ვარიაცია ძალიან დიდი აქვს დიდი ალბათობა რომ ცუდი სურათი დაგიგენერიროს რა და საბოლოოდ quality არის ხოლმე უფრო ნაკლები და როცა მაგას ვამცირებთ იმისა მიუხედავად რომ რაც შეიძლება ფაინდა მსგავს სურათებს აგენერირდეს სიტყვაზე ვიღებთ რომ ბევრად ხარისხიან აგენერებს რა და მაგის მართვა საჭიროა ხოლმე ზოგჯერ. და ახლა diffusion-ში რაც ეს პირაპირ როგორც big-განში რაც გაუსიან ის noisy შეამცირო ეგეთნაირად რაც გენერაციაში მაგალითად ან noisy რო გენერირდება მანდ ვარიაცია შეამცირო და ეგრეთ სადოდი noising-ი ეგ არ მუშაობდა კარგად რა. და რა რაც იდეურად არასწორი არის ეგ რაც რო გააკეთო. აქ ლაპარაკი არის როგორ ხდებოდა კლასიფიკატორით ეს ყველაფერი და ეს ახსენი რომ რაც იდეაში ერთადერთი აქ რაც განსხვავება რო არის weight აქ კლასიფიკატორის outputs ანუ კლასიფიკატორის მაგასაც strength-ი ქვია ხოლმე მიმართულების რა და რაც სამს აყენებ მაგალითად და უფრო მეტად დამოკიდებული იქნება იმ კლას label-ზე და უფრო ნაკლებს აყენებ, უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული რა. და ეხლა თვითონ ამ paper-ზე გადავიდეთ რა. რა ხდება ამ paper-ში. ამათმა გადაწყვეტა კითხვა თუ? ხო და ანუ ისე რამე აი embedding model რო ეხმარათ ეგ არ ვფიქრიათ, იმიტომ რომ კლასიფიკატორი ერთსამს ბოდიში გაგაწყვეტინე და ხო არა უშოს ანტონმა თქვა შემომიშოს და თან ანუ ეს მაინტერესებდა რომ კლასიფიკატორი საერთოდ რო არ ვეხმაროთ და რო არ ეხმარა და უბრალოდ embedding მოდელი რო ეხმარათ და ანუ losses მოდელირება ისე რო ეკვნათ რომ embedding მოდელი რა პასუხსაც დააბრუნებდა მაგის ის გაეკეთებინათ იმასთან მაგაში ხო აღარ იქნებოდა საჭირო უკვე supervision იმიტომ რომ embedding მოდელი თუნდაც რა კლიპი არის რავი ბაიო შენ ამბობ დაახლოებით ამაზე რა ესე Y-ი გადაიცეთ ალბათ ხო? ესეთი ლოგიკა უნდა. ხო ანუ ბობო ლეიბლი თუ არა embedding გადაეცათ რაც უკვე self supervised მოდელებს აქვთ და ანუ მაშინ ლეიბლი data აღარ დაჭირდებოდა. ანუ ამან ეს არ მშოვდა Y კარგად თავიდანაც სადეს რომ უბრალოდ Y-ის embedding-ი მიეცეთ რა. losses მოდელირება იყო საჭირო, ცოტა. მაგაში გეთხოვები.
და მე ანუ ეს ხა იდეაში რაც რომელიც წლებია ალბათ 21-22 წლები არის რა. ანუ 20-დან შეიძლება 20-ში შეიქმნა ეს და მე 22-ში ფრიგაი ისო რა. და კლიპი არ ვიცი მაგით რა შეიქმნა. მაგალითად შეიძლება კლიპი არ არსებობდა მაგ მომენტში. მაგას მომფრო. ეგ რასაც ლოგიკურად სწორი არის და ანუ ეგ იქნეს დაახლოებით რა ამათმაც. და ანუ რავი ეხა ახსნი რა და შეიძლება გაგრას ეგაო იფიქრო რა. ანტონმა შემომიშვასო. აი კაი. შემოვიდა? არ შემოვიდა. გამარჯობა. ხო, რას ვიყავ? ჯოსლენი რატო იქნება? ხო, ანუ მართალი ხარ მაგაში რა რაღაცა ეგეთი უნდა იქნათ რა, პროსა მანდ რთული არის ხოლმე რომ აი ზუსტად როგორ შეცვალო რა. ანუ რეალურად ეს diffusion მოდელები არის ძალიან ბევრი მათემატიკა ყოველთვის რა. და რაღაცას არასწორად თუ იზავ, უბრალოდ არ გეთდება, ანუ ბლარი იმიჯებს გაძლევს ან რაღაც ეგეთი რა. და მაგიტო რომ აი რაც პროსა მოდი ეს ვსადოთ და რაც ვსადოთ ანუ მე რეიდეში წადეს და იმუშავა იგრე ალბათ ამან ეს პეიპერაც არა, მაგრამ ხო. პირველი პროცესი ეს გააკეთეს რა იგივე. და თან ეს რაღაცა ესეთი რაღაც მოც შეიძლება ლამაზი იდეა ჩანდა მაგ მომენტში რა. პროსა პრობლემა ის ქონდა რომ რაღაცა ეს noisy data-ზე ტრენინგი რო შეიძლება იგი იყო რა პრობლემა, თორე ისე რომ შეხედა მაგარია რავი, ანუ ვაფშე სხვა რაღაცა ან სულ არა დატრენინგებული შენი მოდელი იმაზე რომ მაგალითად კატე გადასცე და კატის ფოტო დაგიგენერიროს და სხვა მოდელს იყენებ რა მაგისთვის. კაი, აქ ხარაც ხდება რეალურად არის რა. მოდიო ეს დავიკიდოთ ვაფშე ეს გადაცემაო და რაც ამ სტილს მიმართოთო რა, სადაც ვაკონდიშენებთ რეალურად რაიმე კლას labels-ზე რა. ერთადერთი რაც ქნეს არის რომ ანუ joint training-ი გააკეთეს ორი სტილის რა, conditioning და unconditioning training-ი. ანუ ერთ შემთხვევაში გადასცემდნენ, ანუ ეს class label რეალურად აქ რა ეს Y-ი არის, რაღაცა embedding-ი, ხო? ამ შემთხვევაში class embedding-ებზე ელაპარაკი, მაგრამ ესე თეორიულად შეიძლება იყოს text-ის embedding-ი ან სურათის embedding-ი. და ამათ მაგაკეთეს ეგეთი რამე რომ მოდი კონდეს რაღაც class embedding-ები და კონდეს null token-ი რომელიც იქნება რეალურად unconditioning გენერაციისთვის რა. ის პროცესორო დააგენეროს რა. და ამას მართავდნენ რაღაცა ალბათობით რა, რომ ყველა class label-ისთვის მაგალითად 20% იყოს random-ად არჩეული null token-ი რა. როგორც მასკირება ხოლმე რაღაც ეგეთი, ოღონდ ნუ მასკირება სხვა რამე ვაფშე რა. და აქ არჩეს რაც 20% კარგად მუშაობს ამბობდნენ მე. ნუ აქ რაც მაგალითი არის, რომ ეს იზოტროპული გაუსიანები უფრო გამოკვეთილი იჩნდება, როდესაც conditioning-ს ვაკეთებთ რა. და რეალურად ხანუ ეს drop-out ხდება და მინდა ეს როგორ ჩამოაყალიბეს მე ეს score diffusion models. და ხო, ანუ აქაც რეალურად ეს რაც strength-ი აქვს პარამეტრი, რომელიც conditioning-ზე რამდენად იყოს ამოკიდებული მაგას საზღვრავს და ამას რაც ემაქვია ხოლმე ხო, რომ ხო, ექსპონენციალური moving average-ი არის რეალურად რა. და საზღვრავენ რამდენად დამოკიდებული იყოს
conditioning-ზე და unconditioning-ზე. ერთი პრობლემა რაც რეალურად ამას აქვს და თვითონ paper-ში სამბობენ არის, რომ გენერაციას რეალურად ჭირდება, ანუ თითო step-ში ჭირდება ორი forward pass-ი რა მოდელში. ანუ რაღაც ერთი ფოტო რო დააგენერო, ორჯერ უფრო ნელი ხდება რა. მინდა რომ ერთხელ შევუშვებ და conditioning გააკეთებ და მეორედ unconditional-ში შევუშვებ რა. და მაგაზე ამბობდნენ რომ აი მომავალში შეიძლება მაგალითად conditioning, ანუ ისეთი არქიტექტურა შეიქმნას, რომ conditioning-ია მარტო ბოლო ეტაპებზე გაკეთდეს რა, იმიტომ რომ ძალიან noisy და სიტყვა შეიძლება არ იყოს საჭირო რა იქ. და ნუ ეს აი რა ჩვენ რაც ამბობდი რეალურად რომ loss-ი შეცვალო და score შეცვალო, ანუ აქ გააკეთეს რა. შეცვალეს ეგ შენი score-ი, მის შეცვალეს რა conditioning-ი, unconditioning-ი და training-ის ეტაპი და ამან კარგად იმუშაო რა. ახლა როგორ გამოიკვლეს, რამდენად კარგია რა. ანუ ვაფშე როგორ შეგიძლია გამოიკვლევ. რაც ორი score არსებობს, ერთი არის რომ diversity შეაფასო, მეორე არის რომ fidelity შეაფასო. Inception score შეგიძლია გამოიყენო fidelity-ისთვის, რომ განსაზღვრო რამდენად კარგი არის სურათი. და მეორე მხრივ რამდენად diverse არის სურათი, მაგის შესაფასებლად შეგიძლია feed-ი გამოიყენო რა. და ხო, ნუ რაც ყველაზე კარგი სპოტი რაც იყო, რაც დამღომის იყო, რაც რამდენი იყო? არ ვიცი. 2-3 მგონი რა. დაახლოებით ამ შუალედში ალბათ. ნუ იდეაში ამას გამოიყენებ რა ისეთნაირად რა იქ ეგ ხო დამოკიდებულია შენ რა გინდა რა გააკეთო მაგ მოდელით ახლა. თუ ძალიან ისეთი გინდა რომ უბრალოდ ძალიან ხარისხიანი დააგენეროს, მაგალითად აირჩევ double weight რა და თუ პირიქით გინდა მაღალ weight-ს აირჩევ. თუ არ პირიქით უნდა მეთქო. ან თუ ხარისხიანი გინდა მაღალი weight-ი და თუ უბრალოდ diverse data გინდა double weight-ი რა. და აქაც იქნეს რა რომ რაც benchmark-ებზე რეალურად რო გადასცეს 0.3-ით აიღეს საუკეთესო შედეგი, როცა diversity შეამოწმეს და inception score-ი აიღეს ყველაზე მაღალი, როცა პროსა weight-ი გაზარდეს რა იქ წონა. და მეორე რაც გააკეთეს იყო იმის გამოკვლევა თუ რა უნდა იყოს ის წონა რა, აი აქ რაც იყო. ამაში ეს null token-ი რა ალბათობით უნდა დაბრუნდეს რა. და მაგაზე 0.5-ო საშინელება იყო არ მუშაობდა კარგათა. და შესაბამისად რაც 10%, 20% იყო ყველაზე კარგი რა შედეგსაც იძლეოდა რა. და მაგიტო აირჩიეს ეგ. რაც შეეხება თვითონ sampling პროცესი რამხელა იყოს, ეში მან დიდი არაფერი განსაკუთრებული არა, თვითონ ნახეს რომ 256-ო კარგ შედეგს იძლეოდა, მაგრამ ნუ როგორც აღნიშნე, პრობლემა ისაა, რომ ორჯერ უწევს რეალურად თითო ამ ფასში გაკეთება რა forward pass. მაგიტო რაც 256-ის ნაცვლად რეალურად რაც 512 არის რა სიტყვას. და ეგაა პრობლემა. ხო. რავი, მეტი მე არ მაქვს იდეაში, რავი, ამ თემას ლაპარაკო. რა მიკითხვა ხო არა? ალბათ არაფერი, ერთ მაინტერესებს, აი 20 მე-6 სლაიდზე. მანამდე. აი მანამდე ერთით, ადრე 25-ზე. ანუ პერო ემატება ეს ტე მაინც რა არის? ეს ტე არის, აი აქაც აქ უკეთ ახსენე.
ჩვენ ხო იმას ვაკეთებთ რეალურად, რომ რაც ანუ denoising გეთდება ნელ-ნელა, ხო? ანუ ბევრი forward pass უნდა გააკეთდეს, რომ noise-დან სურათი დააგენერო. და თითოეულ სტეპზე ეუბნები ახლა რომელ სტეპზე არის რა. ანუ მაგალითად ტრენინგისაც აძლევ რომ თავიდან რო აგენერებ დატას რაც 1000-დან იწყებ რა. და ამ 1000-ის აღნიშნული რაღაც ემბედინგი არის, რომელიც თითოეულ layer-ზე ემატება. მე მაგ noise-ის რო გამოვაკლებ ორი იმ noise-ის რაც ქონდა იდეაში თავიდან. აღმოჩნდები რაღაც სხვა სტეპზე, ხო? 999-ზე. და მე 999-ის embedding შევუშვებ და ეგრე გამოვაკლებ. და ანუ რეალურად ეგრეც არის რომ უბრალოდ ფუნქციას გადასცე e. ანუ ეს მათემატიკურად რაც ხდება. და იდეურად რაც არის რომ მოდელს ეუბნები რაღაც რამდენი noise გაქვს ამ წამს რა დაახლოებით მიანიშნებ მაგას. და მაგითო გადაეცემატე. გასაგებია. კიდე რაც პრაქტიკაში იყენებენ ხოლმე არის რომ ამ ტეპს მე ახტებიან რა ნელ-ნელა. რომ აი მაგალითად ახლა 1000 რო გააკეთო ძალიან ბევრია და შეიძლება რაც ჯერ 1000 შევუშვა. მე შევუშვა 950 სიტყვას რაღაც. და ეგრე ნუ აი სიჩქარე თუ ცოტა ისეთი საჭირო არიან რაღაცა მაგისთვის აკეთებენ ხოლმე. სხვა რამე? Okay, რა. შენ მე კითხვა რა ალბათ.